ახალი სამინისტრო მდინარაძისთვის გეკა გელაძე სუსში სანქცირებული თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად. კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე საკადრო ცვლილებები წარადგინა. შეიქმნება ახალი უწყება, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო ერქმევა და მას მდინარაძე უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, გენერალ-მაიორად დღეს დაწინაურებული მდინარაძე ვიცე-პრემიერიც იქნება. სუსის უფროსი გეკა გელაძე გახდება მის ადგილ შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აჭარის მთავრობის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი. ბრიტანეთსა და სხვა ევროპული ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევის გამო სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. სინოდის ხდომა, სადაც პატრიარქობის 3 კანდიდატს დაასახელებენ 28 აპრილს 12 საათზე გაიმართება. ამის შემდეგ უნდა ჩაინიშნოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც კათოლიკოს პატრიარქს აერჩევენ. სარჯველაძე ანგარიშობს ჩვენი შვილების სიცოცხლით, წლებით და დღეებით. მშობლები ჯანდაცვის მინისტრს პასუხობენ და აცხადებენ, რომ იმდენად მძიმე იყო მისი სიტყვები, რომ დაავადების სიმძიმესაც გადააჭარბა. ერთის მხრივ ებრძვით დაავადებას და უფრო მეტ ბრძოლას გვიცხადებს სახელმწიფო, განაცხადეს დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა. უკრაინამ ნავთობსადენი დრუჟბა აღადგინა, მაგრამ არ არსებობს გარანტიები, რომ რუსეთი კვლავ არ დაბომბავს მას. ამის შესახებ ზელენსკი წერს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ სისტემური სასანქციო ზეწოლის გაგრძელება.